გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს კვირა დღეა და ტრადიციულად ჩემი საავტორო გადაცემა გახლავთ ეთერში სტუმრად მაკა ბრიგაძესთან, რომელიც ყოველ კვირას საღამოს 8 საათზე გადის. შევახსენებთ ჩვენი ტელევიზიის შესახებ, როგორც ყოველთვის, თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები, მაგთიზე ნომრით 46, სილქნეზე ნომრით 259, ვართ ასევე მაი ვიდეოზე, რა თქმა უნდა, ვართ 24 საათიანი მაუწყებლობით და ვართ სატელიტურ მაუწყებლობაზე, სადაც ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში შეგიძლიათ ჩვენი გადაცემების ნახვა. ახალ ქსელებზე შეგიძლიათ ნომრით 292 იხილოთ ჩვენი გადაცემები და ვართ სოციალურ ქსელებზე, YouTube-ზე და Facebook გვერდზე, სადაც ითვირთება ჩვენი საავტორო გადაცემები. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმრები, ჩემთვის ძალიან საყვარელი სტუმრები გადაცემაში და რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო თემით და ესე ვთქვათ, საჭიროებო თემით. ჩემი გადაცემის სტუმრები გახლავთ ფატი კიპაროიძე, იურისტი და გიორგი ლილუაშვილი, პარტია საქართველოს თავმჯდომარე, სამხედრო ექიმი. მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონო მაკა, დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მოკლედ ვისაუბროთ ჩემო ძვირფასებო გაყიდულ მიწებზე. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ტელევიზია ქართულ ტელევიზიაზე გადის ძალიან საინტერესო გადაცემა, რომელიც მიყვარს ბატონ ვაჟა ოთარაშვილს და ქალბატონ ფატი კიპაროიძეს. ძალიან ისე ვთქვათ, მძიმე თემით, ეს არის გაყიდული საქართველო, ესეთი გადაცემა არის არაჩვეულებრივი თემები გაშუქებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ქართველებისთვის ძალიან მძიმე თემებია ეს. ჩვენც გვინდა შევეხოთ ჩემს გადაცემაშიც ამ თემას, რა თქმა უნდა, რაც მეტი ადამიანი გაიგებს სხვადასხვა გადაცემის საშუალებით, მით უფრო მეტად შეგვიძლია ერთად დავდგეთ აი ამ თემის წინააღმდეგ. ქალბატონო ფატი, მოდით თქვენი დავიწყოთ და მოდით მაინც ესე ვთქვათ, შესავალი გავაკეთოთ თქვენი გადაცემის გაყიდული საქართველო, რამდენი ხანია რაც დაიწყეთ გადაცემა ტელეკომპანია ქართულ ტელევიზიაზე და ძირითადად რას ვერთებით რა თემებს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და უსურვებთ თქვენს ტელევიზიის წარმატებას. ეს მარტო თქვენი არ არის, უკვე მთელი ქართულობის ტელევიზია გახდა, როგორც ქვეყნის შიგნით აგრეთვე საზღვრებს გარეთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში უყურებენ და იმედის თვალით შეცქერიან თითოეულ გადაცემას და რაღაც ესახებათ იმის იმედი, რომ ქართულ საქმეს ეს ტელევიზია ნამდვილად გააკეთებს. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, გაყიდული საქართველო, ესეთი გადაცემაა. ავტორები ვართ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი და მე და ეს გადაცემა არ არის დიდი ხანი რაც დავიწყეთ და გვიბიძგა ამ გადაცემის გაკეთებისკენ იმ ფაქტმა, რომ საქართველოში სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უკვე ძალიან დიდი მრავალრიცხოვანი უცხოტომელები, ესე დავარქმევდი მათ, იძენენ უძრავ ხოვნებას, არა მარტო საცხოვრებელს, არამედ იძენენ მიწებს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, 1000 გვარი მახინაციით, ეს არ არის პირდაპირ შესვეთის წესი და სამწუხაროდ ამ ყველაფერში ჩართული არიან ქართველებიც და რაც როგორი სამწუხაროდ არ უნდა იყოს, ძალიან ბევრი არის ჩემი კოლეგა, იურისტი და ხელს უწყობენ გარკვეული საზღაურის ფასად, რომ ეს მიწები გადავიდეს მათ საკუთრებაში. თუმცა ჯერჯერობით პირველი გადაცემები, რომელიც გადის ახლა თქვენი მაუწყებლით, ეხება ამილახრების სასახლის გაყიდვის სამწუხარო ფაქტს. ამ თემას 25 წელია იბრძვის ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, 25 წელია ცდილობს, რომ დაუბრუნოს სახელმწიფოს ისევ ეს სასახლე თავისი სათავსოებით, ეკლესიის კოშკი და ასე შემდეგ. 10 წელია პროკურატურაში მიდის გამოძიება და რატომღაც დღემდე ჯერ კიდევ თვალს ხუჭავენ იმ სიმართლეზე, რაც აშკარად ჩანს იმ დარღვევებზე, რომელიც თვალსაჩინოა და რეაგირებას არ ახდენენ ჯერჯერობით სამართალდამცავი ორგანოები. საქმე ეხება სოფელ ქვემოჭალაში, კასპიის რაიონში ამილახრების სასახლეს, რომელიც უკვე 2003 წლიდან არის გადასული როგორც თვითონ ამბობს მისი მემკვიდრის, არა პირდაპირი მემკვიდრია, თუმცა პირდაპირი მემკვიდრეები ცოცხლები არიან და დღეს სხვათა შორის ამ დღეებში იყო თქვენი ტელევიზიის სტუმარი შვილიშვილი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ გაყიდული საქართველო არ არის მხოლოდ უცხოელების თემა, უცხოელებზე გაყიდული უძრავი ქონების თემა. აღმოჩნდა აგერ ფაქტი, რომ ქვეყნის შიგნითაც არის ეს მე ამას მავნებლობას დავარქმევდი, როდესაც ისტორიულ
ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვა, გასხვისება ხდება და შემდეგ მათი გადაცემა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. ამავე პიროვნებამ კოხიანიძემ ბორში სამეფოს ქუჩაზე, როდესაც იყიდა ივანე ამილახვის უფროსად მემკვიდრეობით მიიღო, ისიც რამდენად სწორი ესეც სადავო საკითხია. მაშინ დაუყოვნებლივ გაყიდა 2000 წელს $100,000 და დღეს იქ არის სხვადასხვა დაწესებულებები. მანამდე კი იქ იყო ბავშვთა კულტურული ცენტრი, ყოცების ანსამბლი და სხვადასხვა ესეთი კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილი გამოყარეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მან დაუყოვნებლივ გაყიდა ეს ეგრეთ წოდებული მემკვიდრეობა ანალოგიური ბედიელის იგივე ამილახვრების სასახლესაც. ქვემოჭალის მოსახლეობა დგას ფეხზე, შეგროვებულები და კიდევ აგროვებენ ხელმოწერებს, მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, საპატრიარქოს და ვიტყვი რომ არ დაუშვებენ იმას, რომ მერეკლე კოხიანიძემ ეს ქონებაც გაასხვისოს და დაუკარგოს ქართულ მოსახლეობას და დღეს სავალალო მდგომარეობაშია ეს ნამდვილად ეს ადგილი არის აბსოლუტურად მოუვლელი, გაპარტახებული და თანდათან ნელ-ნელა უკვე ენგრევა და იშლება. ამ თემაზე რა თქმა უნდა ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ ჩვენი მთავარი ბრძოლის თემა, ჩვენი მთავარი სატკივარი არის ის, რომ დღეს საქართველოში უძრავი ქონების და განსაკუთრებით მიწების, განსაკუთრებით დიდი რაოდენობა არის უცხოელების ხელში. ეს ხდება კახეთში, ხდება დასავლეთში, გურიაში, აჭარის რეგიონებში, ხდება აგრეთვე ქართლში, ყველგან თითქმის ინდოელები, არაბები, ყველა ჯურის ხალხი, ვისაც კი შეუძლია რომ ფული ჩადოს და ინვესტიცია ამ საქმეში არავინ უკან არ ეხებს. ჩვენ ხოდა ემი ჯგუფს შემთხვევა ქვათახევში, როდესაც ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე სანამ მართლაც ავყარეთ ხალხთან ერთად იქედან და აშენებული სახლების დემონტაჟი საძირკველი ჩავრილი იყო უკვე ესეთი ფიქრი. მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე რადგან მაინც საკუთრებაში რჩებოდა ოფიციალურად, ეხლა სხვა არაბი ეიდავება ამ საკუთრეს და ერთმანეთში თურმე ვერ იყოფენ ქვათახევის მიწებს. ანუ სამართლებრივი დავა დაიწყო. აგრეთვე მინდა გითხრათ რომ იგივე ქვემოჭალაში ბატონი ვაჟას ესე ვთქვათ მიდრუშეობით სამართლებრივად მოიგეს ბრძოლა და ეს გაყიდული მიწები ფაქტიურად ჩამოერთვათ იმ არაბებს. თუმცა მინდა გითხრათ რომ ეს არის ძალიან მცირე შედეგი. ეს არის წვეთი ზღვაში. კახეთში მაგალითად კახეთის თითქმის ყველა რაიონში ინდოელებს და არაბებს იმდენი მიწები აქვთ გლეხებისაგან ნაყიდი, როგორ ამახინაციებით იყიდა შემდეგ ამას ჩვენ გადაცემებში თანდათან დეტალურად განვიხილავთ ყველა რაიონს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დოკუმენტები და აქ ეხლა მიმოხილავს ვაკეთებთ მხოლოდ სამწუხაროა ეს ფაქტი, რომ ძველი მესაკუთრე ადგილობრივი მკვიდრი, რომელმაც ეს მიწა გაყიდა, დღეს უცხოელის მიერ ნაყიდ მიწაზე კაპიკების ფასად მუშაობს. სამწუხაროა ეს რეალობა, რომ ფაქტიურად მონურ მდგომარეობაში ეს მოსახლეობა და იმ საკუთარ მიწაზე, რომელიც იყო მისი, ესე ვთქვათ, მთავარი მარჩენალი, მასე მოყვანილი მოსავალი, დღეს უცხოელების ხელშია და იქიდან იღებენ იმ მცირე ხელფას, რომ თავი ირჩინონ და ოჯახი როგორმე დააპყრონ. ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ იმ გლეხს მუშაობდა შემეზარებოდა. ეს არის გამოწვეული სწორედ იმ სოციალური მდგომარეობით, რომელსაც ვერ ავწდით. ამ თემაზე მაინც მოგიწევს საუბარი, იმიტომ რომ დღეს წლებია უკვე, ეს დღეს არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2000-იანი წლებიდან, იმ ხელისუფლებიდან, როდესაც მიწების გაყიდვას დაედო სათავე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 90-იან წლებში იყო პირველი პრეცედენტები, თუმცა მასიური გაყიდვა, მასიური უცხოელების შემოსევა, ესე ვთქვათ, დაიწყო ზუსტად წინა ხელისუფლების პერიოდში და რატომღაც არავინ არ ცდილობს იმ კანონების შეცვლას, გამკაცრებას და ამ თემებზე არავინ არ ფიქრობს და არ საუბრობენ რატომღაც, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება ამ თემასაც როგორღაც მიადგება ნელ-ნელა და ამ თემის განხილვაც იქნება დღის წესრიგში, სხვაგვარად აღმოჩნდება, რომ საქართველოში ქართული მიწა არც ერთ ქართველს აღარ ექნება. ეს ბუნებრივია, გამოიწვევს იმას, რომ ამას მოყვება მიგრაცია, ამას მოყვება ქართველების კიდევ უფრო მეტი გადინება.
იმის ფონზე რომ დღეს ევროპისა და ამერიკის ქვეყნები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი დეპორტირებული ქართველი იყოს და უკან გამოუშვან ჩვენს ქვეყანაში, სადაც მათ არ ხდებათ არაფერი. არ ხდებათ უძრავი ქონება, არ ხდებათ საცხოვრებელი, არ ხდებათ სამუშაო ადგილები. მე კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის იმ გლეხების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ გაიუმჯობესებინათ თავიანთი საკუთარი შემოსავალი ან ქონება. ეს არის სოციალური მდგომარეობის გამო გადადგმული ნაბიჯი. თუ არ მოხდება სოციალური ფონის გაზრდა, განვითარება ფინანსურად და არ მოხდება სახელმწიფოსაგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ამ კუთხით, ჩათვალეთ, რომ ხვალ და ზეგ მთელი საქართველო გაეყიდება და ჩვენ ნახავთ უკვე არის ახლა ბევრგან და ძალიან ბევრისგან გამიკედა მიკავშირდება ბევრი, რომ არაბული სოფლები, არაბული დახურული საცხოვრებელი მინი ქალაქები, სადაც ძალიან მალე გაიხსნება არაბული სკოლები, სამუშო ბაღები, მათი ცენტრები, კულტურა თავითმე არ მაქვს პრეტენზია არც ერთ ქვეყნის კულტურასთან, მაგრამ ჩვენი კულტურა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, ყველას კონდეს თავის ქვეყანაში და ვთვლი, რომ ესეთი მასიური დასახლება ჩვენს ქვეყანაში არის კატასტროფა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, როდესაც ჩვენ თვითონ არ გვაქვს ჩვენი ტერიტორიები და ჩვენ ის რესურსი, რაც გვაქვს და რაც გამოჩნია საქართველოს და ქართველებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული და არა უცხოელებისთვის. შემოვიდნენ უცხოელები, მე თანახმავად დაეთვალიო, რომ ისიამოვნონ ჩვენი ქვეყნით, მაგრამ დამონდეთ თავიანთ ქვეყანაში. ახლა რაღაც შემეკამათება, ცოტა გამიგზავნა სიტყვა, შემეკამათება, რომ ქართველები ცხო მიდიან. ქართველები მიდიან იმ გაჭირვების გამო, რაც აქაა შექმნილი. დღეს ჩვენ ქვეყანაშია. მიდიან იმის გამო, რომ ოჯახს როცა ქმნიან, ვეღარ არჩენენ, ესე ძალიან უბრალოენით ვიტყვი. ბანკში სესხები და ეს პრობლემა. საბანკო პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, თუ არ შეიცვალა ზუსტად მიწათსარგებლობის პოლიტიკა, ძალიან მალე საქართველოში ქართველი ახალგაზრდა აღარ დარჩება. რაც იქნება ძალიან სამწუხარო, ჩვენი თაობები ძალიან მალე გადავენ რა 10, 15, 20 წელი მეტი არ იქნება, იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ ესე იმ პოტენციის მატარებელი, რომ შევქმნათ რაიმე სარგებელი ქვეყნისთვის, ხოლო ახალგაზრდობა, რომელზედაც იმეც ვამყარებთ, რა თქმა უნდა, წავლენ. ახალგაზრდა დღეს 21 საუკუნეზე ყოველს უნდა თავისი შრომის შედეგი დაინახოს, იცხოვროს, განვითარდეს, მიიღოს შესაბამისი განათლება, თუმცა საქართველოში იცხოვროს სამართლებრივ ქვეყანაში, იმიტომ რომ უსამართლობის განცდა აქვს ახალგაზრდობას. განათლებაც თუ არ შეიცვალა, ფაქტიურად სხვაგორად არაფერი არ გამოვა. ამიტომ იმ წინა წლების, იმ წინა ორი ხელისუფლების მიერ დაწყებული ესე ვთქვათ, მართლაც მახინჯი პროცესია, როდესაც შენი მიწა შენი არ არის ფაქტიურად, თუ უნდა შეიცვალოს და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ცოტა დროულად უნდა მიხედოს ამ თემას და იმედია მიხედავენ, მე რატომ ზარწმუნებული ვარ, რომ არ შეიძლება ამ თემის ყურადღების მოგადატოვება. ჯანსაღი კრიტიკა ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც არის შესაძლებელი, ეს არის ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ამას არ ჭირდება არც ქუჩაში გამოსვლა, არც ჭირდება ამას აქცია, ეს არის მთავარი, რაც უნდა გაკეთდეს, არის საკანონმდებლო დონეზე ინიციატივების შეტანა, განხილვა, მიღება და შემდეგ დარეგულირება. და იმეც ვიტყობ, რომ ეს ყველაფერი დროულად მოხდება, რადგან მართლაც ცოტა ხანში არც ერთი კოჯი მიწა ქართულის აღარ იქნება. მანამ გიორგი თქვენთან გადმოვალ, მაინც ვიტყოდი, რომ ეს არის სამარცხვინო ქმედება ჩვენი მხრიდან, ესე დავარქმევდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა გადაშენდა, მინდა ვთქვა. ძალიან ბევრი ცივილიზაცია და ძალიან ბევრი ერი უკვე აღარ არსებობს. და ეს იყო მცირერიცხოვანიერი. ამ მცირერიცხოვანიერებში ვარ ზუსტად ჩვენც ქართველები და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვუფრთხილდებოდეთ ჩვენსას. თუნდაც დემოგრაფიული მდგომარეობა ძალიან რთულადაა საქართველოში. მით უმეტეს ყველა ახალგაზრდა გაედინება, ესე ვთქვათ. ახალგაზრდებიც აღარ. უკვე შუახმის ადამიანებიც გემიდიან. ჩვენი თაობაც კიდევ საქართველოს სამწუხარო. მიდიან, იმიტომ რომ ეს სოციალური მდგომარეობა იმდენად ძიმეა საქართველოში, არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდარი ქვეყანა ვართ. და ამას ფაქტიურად ვერ ვიყენებთ იმ რესურსს, ვერ ვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც გვაქვს. ამიტომ ის რომ ჩამოვიდნენ და ათვალიერონ მართლაც ისე ამონონ და იყვნენ ტურისტები, კი ბატონო, მაგრამ
ეს ახლა როგორი კუთხითაც მიწების გაყიდვა ხდება, მე ვიცი რომ მქონდა ერთ გადაცემაში მოკლედ ისეთი ახსნა ქონდა ამ ყველაფერს რომ ჯერ ყიდულობენ ქართველები. იმიტომ აღნიშნა რომ ამაში ეხმარებიან ისევ ჩვენი ბატონო და შემდეგ მიდის უკვე გადაყიდვას რაღაც პერიოდის შემდეგ 6 თვის შემდეგ, ამიტომ სულ არ აქვს იურიდიულ პირებზე კი სულ არ აქვს იმ გლეხს დაუშვათ იმის კავშირი იმ არაბთან თუ ინდოელთან მოდის ქართველი ყიდულობს ქართველი მაგრამ რატომღაც მე აღმოჩნდება რომ ნაყიდი აქვს ინდოელს ქალბატონო მაგალითად ჩვენ კანონი მივიღეთ მიწასთან დაკავშირებით რომ მიწა არ გავყიდოთო მაგრამ იმ მიწაზე ააშენეს აქ ნახეთ არასასოფლოზე იყო ახლა ქალაქის ტერიტორიაზე მიწების გასხვისებაზე იყო ერთი ამბავი და მოხდა ისე რომ აი არ გავასხვისოთო მაგრამ იმ მიწაზე ააშენეს კორპუსი და კორპუსი გაყიდეს კიდე უარესი შედეგი მივიღეთ იმიტომ რომ დედაქალაქში კორპუსების შენებლობა სოკოებით არის და შესაბამისად კორპუსს ყიდულობენ. Ალბათ ჩვენ მარტო ეკონომიკურ საკითხებს კი არ უნდა შევხედოთ, აქ პოლიტიკური პრობლემაც არის. ქალბატონმა ფატიმ არ დააკონკრეტა ახლა ეს კუხიანიძე თავის დროზე და ახლაც ოცნების მხარდამჭერია და ოცნების დეპუტატი იყო. ანუ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ისაკუთრებენ ამ ქონებას. თუმცა, როდესაც ამილახრების სასახლებ დაისაკუთრა, ეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების პერიოდში მოხდა. შევარნაძის დროიდან დაიწყო და შემდგომ რატომღაც არც შევარნაძეს ჩვენ ყველა კარგად ვიცით, მიხეილ სააკაშვილი როგორ ვერ იტანდა და მიხეილ სააკაშვილიც კიდე ჩვენი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ეს ადამიანი დღესაც შემორჩენილი არის, ასე რომ ვთქვათ, ზედა ეშელონებში და პირიქით ხელი ეწყობა მის ბიზნესსა და მის საქმიანობას. ასეთი შემთხვევები არაერთი არის და ხელშეწყობა ზუსტადაც პოლიტიკური თვალსაზრისით ხდება ამ ადამიანებისადმი და ამიტომ თუ ჩვენ ქვეყანაში ერთობლივად არ შეიძლება მარტო ერთი მიმართულებით ვისაუბროთ, ეს უნდა იყოს კომპლექსურად განხილული საკითხი, კომპლექსური პრობლემა არის და ის მენტალიტეტი, რაც გააჩნიათ ამ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ფულზე რო არის სხვათა შორის მიშა სააკაშვილის პერიოდში შემოვიდა ეს ფულთან დაკავშირებული საკითხი ყველაფერი უნდა გაიყიდოს ბენდუკიძის იდეა იყო ყველაფერი იყიდება სამშობლო არ არსებობს და სამშობლოს განმარტებაც ამოღებული არის საერთოდ რა სამშობლო ისიც კი არ იციან თუმცა ქალბატონი ფატი დამეთანხმება კანონმდებლობაში სამშობლოს ღალატი შემოიღეს მაგრამ სამშობლო რა არის ცნება არა გვაქვს და რის ღალატზე არის საუბარი და რაზე მელაპარაკებით საერთოდ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ და ამიტომ ეს გასხვისებები ჩვეულებრივ პროცესად გადაიქცა. თუნდაც ის რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია მოხდა არაბეთის ქვეყნებიდან. იქ რა პირობები იყო დაყენებული, რისთვის გაიხდიან ისინი ამ 6 მილიარდს და კიდევ უფრო მეტად შემოდის ეს ინვესტიციები. ისინი იყო ქართველი ხალხის და ქართველი ერის განვითარებისთვის არ შემოდიან, ისინი შემოდიან საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად და როგორც საუკუნეების მანძილზე გვებრძოდნენ, ისე გვებრძვიან. თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით, თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით, ახლახანს რუსთაველის მეტროსთან რაღაც დღესასწაული ჰქონდათ ინდუსებს. მე პირიქით მივესალმები, რომ ჩამოვიდნენ აქ სტუდენტებმა ისწავლონ, განათლება მიიღონ საქართველოში და შემდგომ წავიდნენ, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და ქართული განათლება შეიტანონ თუნდაც ინდოეთში. ეს მისასალმებელი არის. რაც მეტი ადამიანი გაიცნობს ჩვენს ქვეყანას და მეტი მეგობარი გვეყოლება ქვეყნის გარეთ, კარგია, მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა. ეს ადამიანები რჩებიან აქ, სახლდებიან და მრავლდებიან და საქმე იმაში არის, რომ ქართულ მოსახლეობას იმის გამო რომ ეკონომიკური პრობლემები შეუქმნეს, იმის გამო რომ სამართლებრივი პრობლემები შეუქმნეს, გარბიან ქვეყნიდან, რჩება დაუსახლებელი ტერიტორიები და სახელმწიფო მესვეურები ამას ასხვისებენ მათზე.
ლარათ არის გაყიდული ქონებები, თუმცა ყველა საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩვენთან არის ქონების გადასახადი და ამ ადამიანებს ლარიდან ახდევინებენ ქონების გადასახადს. ანუ გეკტრობით მიწა გაასხვის ეს, გადასცეს და ეს პრობლემები თავისთავად ქვეყანას აზარალებს. არ არის ჩატარებული რევიზია არც საზღვრების, არც სახელმწიფო ქონების, რა ქონება გვაქვს საერთოდ, რა გააჩნია, რა დარჩა ქვეყანას საერთოდ დღესდღეობით. ამის არც რევიზია, არც კონტროლი ხდება, რესურსი. ახლა ჩვენ ვამაყობთ ბორჯომით და ამ დროს ბორჯომის არა, ჩვენის არა, ჩვენსაც თავი დავანებოთ. უბრალოდ ისეთი ინტენსივობით მიდის მისი მოპოვება, რომ რეალურად ფაქტურად ბორჯომის საბადო განადგურებული არის. და ამას ჩვენ არ უკვირდებით, ეს რესურსები შეუსებელია. ანუ ვერ ხდება მისი შევსება და ანაზღაურება ამ იმის, თუნდაც ჭიათურაში რა ხდება, რა პროცესები წავიდა, ის მადანი რო ამოიღეს მიწიდან, დაინგრა მთელი ქალაქი, განადგურდა, მთელი დასახლებული პუნქტები და სოფლები განადგურდა. და ასეთი დამოკიდებულება ჩვენ ქვეყანას ფაქტურად გაანადგურებს და თუ დღეს ჩვენ არ დავდექით ერთად და არ ვიბრძოლეთ ერთობლივი შემართებით, ჩვენ ცოტა ხანში ჩვენს ქვეყანას დავკარგავთ. ყველანაირად ფაქტურად სახელიც კი არ შემორჩება. კი, არის მოსაზრება ახლა ფატიმაც ახსენა, რომ აი დაუშვათ ჩვენი ქართველებიც ხომ არიან სხვადასხვა ქვეყნებში და მუშაობენ, ცხოვრობენ, იქაც რა თქმა უნდა ოჯახები ყავთ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ იმას ვერ ვაცნობიერებთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიდიან, ის არის მრავალმილიონიანი ქვეყანა. რაც ჩვენ ვართ საქართველოში და რაც ჩვენ ვართ საქართველოში, იქ ერთ ქალაქში და სოფელშია იმენი ხალხი. არ ეთყობათ ესე ვთქვათ. ქალბატონმა ნახეთ რა არის მოქალაქეობის გაცემა ხდებაო უცხო ტომელებზე, მაგრამ არიან ქართველები, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და მათ მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს. როგორც მაგალითად ირანში ქართველების საკმაოდ დიდი დასახლება არის, რომლებიც ქართველობენ, რაღაცა ნაწილს ქრისტიანობაც აქვს შენარჩუნებული და ბევრ დღევანდელ საქართველოში მაცხოვრებელ ქართველზე მეტი ქართველები არიან. და სერიოზული პრობლემები ექნებათ მათ მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ან თუნდაც ის მომენტი, რომ ქართველი წავიდა სხვა ქვეყანაში, მიიღო იქაური მოქალაქეობა, აქ დააკარგიეს მოქალაქეობა და უნდა დღეს დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა და იმ ქვეყნიდან მოდის. ამ პროცესში სერიოზული პრობლემები არის. ჩაგერთობით, მინდა ერთი თემა აბსოლუტურად ეს განსახილველია და ამაზე ალბათ მაკა შემდეგ ცალკე გადაცემას გააკეთებს. ნახეთ რა შეა საქმე საქართველოში. როდესაც არის ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღება, ანუ აქ დაბადებული იყო, მაგრამ შემდეგ წავიდა სხვა ქვეყანაში, ეს განსაკუთრებით 80-იან წლებში რომ მიდიოდნენ და ცხოვრობდნენ რუსეთში, უკრაინაში, სადღაც სხვა ქვეყნებში და ჩამოდიან, მათ თხოვენ საქართველოს ისტორიისა და ენის ჩაბარებას. გამოსიშაბურებას თხოვენ იმ ქართველებს. და ყველაზე საინტერესო რა არის იცით? ძალიან ბევრი უცხოელი ისე მარტივად იღებს მოქალაქეობას, რომ ენაც არ იციან ქართული. ეს არ ვიცი, ვისი დამსახურებაა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დამსახურებაა თუ ვისი დამსახურებაა, მაგრამ მე ვიმაჩნია, რომ ქართველი, რომელიც არის აქ დაბადებული და თუნდაც 20 წელი ცხოვრობდა, ის აღარ უნდა საჭიროდეს გამოცდაზე გასვლას. იმიტომ რომ ამით ჩვენ კარგავთ ერთ ქართველს, იმ ერთ ქართველს, რომელიც ადგება და ისევ წავა. ისევ დატოვებს რა პირობებსაც ახვედრებთ იმის მიხედვით. ეს არის ვფიქრობ რომ ხელოვნურად შექმნილი არის, რომ ქართველები არ დავარდნილ. აფსოსი ძალიან დიდი, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ეს თორე გამოსწორდა ძალიან ბევრს, როგორც იურის მქონია შეხება ძალიან ბევრთან, სხვა ქვეყნიდან ჩამოსულთან დაურეკიათ კონსულტაცია უთხოვიათ, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ ახლა როდესაც 50-60 წლის ადამიანი ჩამოდის, რომელიც საქართველოში არ ყოფილა, დავუშვათ 10-20 წელი
თუნდაც და მას თხოვენ ენაში ყველა აბარებს, მაგრამ ისტორიის ჩაბარებას თხოვენ. ერთმა იცით რა მითხრა? აიო, კიო, სკოლაში ვისწავლეო, მაგრამ აი, საიდან უნდა მახსოვდეს ახლა მურმა, რომ მოდი შემოჭრა საქართველოშია. ან რატომ უნდა მე ხო მუშაობო? აი, უნდა ბიჭი და ეს ვისწავლე. ქალბატონ ფათი ის ადამიანი, როდესაც სწავლობდა მაშინ არა, საქართველოს ისტორია ფაქტურად არის სწავლებული და დღესაც გაყალბებული ისტორიას ასწავლიან და რას ასწავლიან ღმერთმა უწყის და აქედან გამომდინარე ცოტა არ იყოს ჯერ აქ ისტორიის სწავლასთან დაკავშირებით ისტორიის რეალური სახელმძღვანელოების შექმნა და ისტორია გამართონ და მერე ისაუბრონ ამ საკითხებზე. საკმაოდ მნიშვნელოვანია ზუსტად უკავშირდება იგივე მიგრაციის თემას. ძალიან ბევრი ჩამოსული ქართველი უკან ბრუნდება. მე მაგალითად საბოლოო დონეზე გავაკეთებდი ზუსტად იმას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქონდეს უფლება ნატურალიზაციით, ანუ აქ დაბადებულების, აქ რომ ცხოვრობდნენ და შემდეგ წავიდნენ, მათ დაუბრუნონ საქართველოს მოქალაქეობა, რომ დამაგდნენ ისევ ჩვენ მიწაზე. და შეუქმნან ელემენტარული პანდა. იმიტომ რომ ყველას მოსაზრება ესეთია, დაუშვათ დაუბრუნდი. რა გავაკეთოს საქართველოში? ანუ ეს პანდა შეუნარჩუნდეს თავიანთ ქვეყანაში. ქალბატონ ორმაგი მოქალაქეობა ქონდეს შეუნარჩუნდეს რა პრობლემა უნდა იყოს? ჩამოყალიბდა საქართველოში. ჩვენ ვერასოდეს ვერ მივახსოვთ იმას, რომ მოსახლეობის დემოგრაფია გაიზარდოს, ხალხი აქ დამაგდეს. ჩვენთან არიან მდიდრები და არიან ღარიბები. თუმცა ღარიბებიც აღარ ქვიეთ უკვე. ეს ფენა ცოტა უკვე გაკეთებამდე. სადაც 800,000 მოქალაქე ჩვენი სიღარიბის ზღვარს მიღმა ითვლება 3 მილიონიან ქვეყანაში სხვადასხვა დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ტელეეკრანიდან მოვისმინე რომ საქართველოშია უცხოელებიანადო 3,900,000-ო მოქალაქეაო, ხოლო 3 მილიონი ამორჩეველი ყავს. არც ეხლა თუ არიციან თუ სტატისტიკის სამართლობაში ვერ გათვალეს კარგად, როგორ შეიძლება რომ 3 მილიონი ქართველიდან 3 მილიონი ამორჩეველი ყავდეს. ესიც თავისებური სიცრუეა ხალხთან, იმიტომ რომ 9,3 მილიონიდან ვინც რეგისტრირებულია საქართველოში საზღვარგარეთაა. დარჩენილებიდან ბავშვები არასრულწლოვნები არიან, ვინც ვერ იღებენ. არიან აგრეთვე მჟავრდებულები, რომლებიც ვერ იღებენ და კიდევ სხვადასხვა კატეგორია და რატო გვაყრიან თვალში ნაცაც ეს ვეს გავიგე ხლა ჩვენ რეალურად ხო წინა საარჩევნოდ ახდენენ აი ამ სტატისტიკის იმასაც ისე არაკეთებენ რომ ხალხმა ეს ეჭვია შეიტანოს თუ უცხოელებიანად 3,900,000 მოქალაქეა აი ზუსტად მანდის მე ვაკითხვა უცხოელებიანად რატომ არის 3,900,000 და ის ქართველები რომლებიც აქ დაიბადნენ თავის დროზე უკან ბრუნდებიან იმიტომ რომ მოქალაქეობას არ აძლევენ როგორ შეიძლება რომ 900,000 მე დარწმუნებული ვარ 900,000 მეტიც იქნება უცხოელი რომ მათ ქართული ენა და ისტორია ისე კარგად იციან და ისე ჩააბარეს გამოცდა რომ ერთი ქულა არ დაკლებიათ აი საკითხი ძალიან დიდ ყურადღებას საჭიროებს ჩვენ მე მგონი ძალიან კარგად გავშალეთ ეს თემა მაგრამ თამამად ვიტყოდი რომ ეს გიორგი მახსენაკიძეს არის რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია რომელიც თავად ჩვენზე კარგად იციან რას აკეთებენ რატომ აკეთებენ ან ვისი დავალებით აკეთებენ სამწუხაროდ რომ ქართველი ერი შემცირდეს როგორც ერი რა თქმა უნდა ნაკლები ქართველის მართვა უფრო მარტივია არჩევნებთან დაკავშირებით იქნება ეს თუ სოფლიო ასე ვთქვათ ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით შენი მოსახლეობა რაც უფრო მეტად ნაკლები რაოდენობის არის ან დაუშვათ დამორჩილებული ყავს დამორჩილებული ადამიანის მართვა ძალიან მარტივია და ის ადამიანები რომლებიც უცხოეთიდან შემოედინებიან ისეთი ქვეყნებიდან ეხლა რომელიც არის ბანგლადეში და ტანზანია ასე მოცი ქვეყნებიდან ვიზო რეჟიმი რომელიც სხვა ქვეყნებმა არ მიიღეს და რატომღაც ჩვენ ყველაზე პატარა ქვეყანა ვღებულობთ ეს არის მე ვთვლი რომ ეს არის კატასტროფული მდგომარეობა იმიტომ რომ შენ ფაქტიურად ომს უცხადებს შენივე მოსახლეობას და მათ აძლევ პრივილეგიას იმ ქვეყნების წარმომადგენლებს აძლევ პრივილეგიას იმიტომ რომ
რომ ისინიც პოტენციური ამორჩევლები არიან. თუ მოქალაქე, ესე კი ამორჩეველი. რა თქმა არა, დასაქმებითაც ახლა წარმოიდგინეთ. უფრო მეტად აგირჩევთ. ქალბატონმა და დასაქმებითაც ახლა საზოგადოება შეხება, როდესაც გამოძახების აი საკურვერო მომსახურება, საკურველი ჭარბობენ ქართველებს. კი, გადაზიდვის მომსახურება ტაქსებთან დაკავშირებით რამდენი გამოვიძახეთ? საერთოდ ფეროში, ხო? კი, ქორწი. მინდუელები მუშაობენ, იაფი მუშახელი. აქაც მერის პროექტები რაც ხორციელდება, აი მაგალითად ბაღების შეკეთება რო ხდება და არემონტებენ, იქაც ძირითადად ინდუეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსულები არიან და მათზე იხარჯება ეს თანხები, ანუ სახელმწიფო თანხები, რომელიც არის გამოყოფილი ქვეყნის განვითარებისთვის ხმარდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ახლა იმას იაფი მუშახელი არისო და ამ დროს შენი მოქალაქე შეემწყურვალი კვდება და სოციალურ დახმარებას აძლევს მაგას ჯობია ეს ხალხი დაასაც არ აძლევს რაღაც ფულებზეა ხო და ეს ისეთ ხალხს აქვს სოციალური საერთოდ გაგიჟდებით და ხო ეს სხვათა შორის იმ ქვეყანას სადაც ყავს ამდენი სოციალურად დაუცველი და იღებენ სოციალურ დახმარებას, არ უნდა კონდეს პრეტენზია იმაზე, რომ ძალიან მაღალი ეკონომიკური განვითარების ქვეყანაა და რაღაც ადგილებს იკავებს სოფლიოში. ეს სტატისტიკა, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს მოსახლეობას და თუ სოციალურ სამსახურიდან გამოვთხოვთ მასალებს, ჩვენ დავწუნდებით, რომ ჩვენ ეკონომიურად, ჩვენი მოსახლეობა მე მაქვს დაბალ ფენაზე საუბარი არანაირად არ იღებს მონაწილეობას აი ამ სტატისტიკური მონაცემების შექმნაში და ვერც მიიღებს, იმიტომ რომ მათი საარსებო მინიმუმი არის იმდენად მცირე, როდესაც საარსებო კალთა განსაზღვრულია 256 ლარით, ნუ 260 და რაღაცზე ვილაპარაკობდა ბუდიში გიორგი, რამოდენიმე დღეს უკან მოვისმინე, რომ თურმე საშუალო ხელფასი გახდა 2000 ხალხო სადნახეთ დილიდან საღამომდე ხალხი მუშაობს 8 საათიანი სამუშაო დღე აქვთ ახალგაზრდა გოგონები ბიჭები ამ მაღაზიებში რაღაც სავაჭრო ცენტრებში და მათი ხელფასი იწყება 700 ლარიდან და ოპერატორებს ეუბნებიან რომ რამდენიც არ უნდა გამოიმუშაოს მაღაზიამ აი სავაჭრო მაღაზიამ მათი ხელფასი ვერაფრით ვერ იქნება თურმე 1200 ლარზე მაღლა ამას ეძახით ეკონომიკური განვითარებას როგორ შეიძლება ამაზე საუბარი ქალბატონ ფატი ჩვენ ეროვნულ აკადემიაში დათვალეს რეალური საარსებო მინიმუმი ჯერ კიდევ 2016 წელს და 2016 წელს 1800 ლარი იყო ერთ ადამიანზე საარსებო მინიმუმზეა საუბარი რომ იარსებობს და დანარჩენ შემთხვევაში ის ადამიანები შიმშილობენ და კვდებიან კიდევაც და იმიტომ არის მაღალი სიკვდილიანობა ჩვენ ქვეყანაში და და ახლა დღესდღეობით კიდევ ეს თანხა უფრო მეტად არის გაზრდილი და რაღაც 2000 ლარზე მეტი არის საარსებო მინიმუმი. ერთიანი გადაბმული ჯაჭვები, ეს გასხვისება მქონებებს, ყველაფერი შემოდინება, სოციალური ფონი, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება თუ გაუარესება, დემოგრაფია, ჩვენი ახალგაზრდების გადინება და სხვათა შორის ახალგაზრდების გადინების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის განათლების სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ის დონე, რასაც იღებენ, რომ ჩვენთან განათლება, რაც მოისპოწენა ხელისუფლებამ, რომ შეცვალა განათლების სისტემა და უკან წავიდა და კაციშვილი აღარ ფიქრობს ამის გაუმჯობესებაზე და შეცვლაზე, აი ზუსტად ამა გამოიწვია ის, რომ დღეს საქართველოში ბავშვები იზრდებიან ტექნიკურ მომსახურებად, ესე ვთქვათ, მომსახურე პერსონალად, რაც თქვა ბატონმოშა სააკაშვილმა თავის დროზე, რომ რესტორნები რომ გაკეთდება და სასტუმროები მომსახურე ჭირდებათ. ამიტომ თუ არ შეიცვალა ეს ყველაფერი, ის განათლება არ დაგვიბრუნდა, რომელიც ჰქონდა. თუ განათლების დონე არ აიწია, მაშინ ჩვენი ქართველები მართლაც სწავლენ და მეც ვერ ვიტყვი, რატომ მე შულს ვერ ვიტყვი, რატომ მითხარ ამ ქვეყნიდან. იმიტომ რომ როცა დაიწია ბაკალავრიატმა და 3 წელი გახდა
როდესაც თურმე მაგისტრატურა რაში ჭირდება 2 წელი, 1 წელი საკმარისია, აკურვე განათლებაზე მოღავილაპარაკებთ რა. 6 წელი ვისწავლე იურისპრუდენცია და მთელი ცხოვრება ვსწავლობ კიდევ. Როგორ შეიძლება რომ 3 წელიწადში ბაკალავრიატი დაამთავროს, სკოლა დამთავრებულმა აბიტურიენტმა და 3 წლის შემდეგ ის იყოს სპეციალისტი. ქალბატონ ფატი, პროფესიონალი. არ შეიძლება ეს არის ჩვენი ახალგაზრდა. ნამდვილად ჩვენი მომავალი თაობისთვის ეს სერიოზული დარტყმა არის, თუმცა შემოიტანეს ახალი ხელოვნური ინტელექტი და რადგინდა საერთოდ ან წიგნის საკითხვა, აგერ შეკითხვა დაუსვი და ან დაავალების გამზადებულს მოგიტანებენ და ამ დროს იმ ქვეყნებში, საიდან შემოვიდა ეს ტექნოლოგიები, აკრძალული აქვს სკოლებში საერთოდ ტელეფონის შეტანაც კი აკრძალული აქვს და შესაბამისად წიგნებით და ჩვეულებრივად მაღალი დონით. მინდა რომ ჩავეტიოთ რომ ძალიან მალევე დღე ნახეთ ჩვენთან არის ამერიკული სკოლები, ესეთი მაღალი დონის სკოლები და ხალხი არ ფიქრობს რატომ არის სკოლები შექმნილი. ამ სკოლებს ქმნიან იმიტომ რომ იქ უბრალო ადამიანის ოჯახიშვილი ვერ ასწავლის თავისუფლად იმხელა იმდენად მაღალია გადასახადი. ჩვენ გვეზრდებიან წყალებში რა თქმა უნდა მომავალი მართველები. ისინი რომლებიც იმ სკოლას დაამთავრებენ, სწავლა განათლებას მიიღებენ უცხოეთში, ჩამოვლენ და შემდეგ ისინი გააგრძელებენ თავიანთი მშობლების ოჯახის უფროსების, რომლებიც იქ შეიყვანეს საქმიანობას, უკვე მემკვიდრეობითი გახდა ეს საქმიანობა თუ დავაკვირდები, ხოლო ისევ ჩვენი უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქეები შვილები, რომლებიც ამთავრებენ ჩვენთან ერთ დროს მთელ საბჭოთა კავშირში და სხვა ქვეყნებშიდაც სახლი განთქმულდა, მართლაც მეცნიერების მჭედავ უნივერსიტეტში ავახიშვილს, იგივე პოლიტექნიკური ინსტიტუტს ყოფილ სამედიცინო უნივერსიტეტს, ისინი დარჩებიან კვლავ უკანა პლანზე, ან ვერ იშოვნიან სამსახურს, ან იძულებული გახდებიან, რა თქმა უნდა, მე ზოგი ისწავლის ხელობას, ზოგი ისწავლის მანქანის შეკეთებას, ან დატოვებენ ქვეყანას და წავლენ და შემოიყვანენ აკერინდუსებს, იაფ მუშახელს, მათი მართვა უფრო კარგია, იმიტომ რომ ისინი არიან შემსრულებელი და შემსრულებლები, ხოლო ქართველს აქვს შინაგანი ბუნება, მიამბოხის ბუნება აქვს, ვერ შეეგუება იმას, რომ თავისი ცხოვრება გაატაროს სულ ესე თავდახრილ მდგომარეობაში, ამას მე დავარქვევდი სულიერ მონობას, ამას არავინ არ დაუშვებს და სულ იქნება ექსცესები, სულ იქნება ეს დაუმორჩილებლობა, ამიტომ აუცილებელია შეიცვალოს ეს ყველაფერი, შეიცვალოს იქეთ, რომ საქართველოსთან არ გაედინოს ხალხი, არ მოხდეს უცხოელებისგან ამდენი უძრავი ქონების შესყიდვა. ქართველების ჩაგვრა ეს რა თქმა უნდა, არ უნდა ქირაობდეს ქართველს მისი ტერიტორიაზე. ეს იგივეა, ჩვენ ჩავიდეთ დაუშვათ სხვადასხვა ქვეყანაში, ხო? აი დაუშვათ ჩავიდით ამერიკაში, ხო? და ის ამერიკელი, ანუ ჩვენ ვიყავთ უფრო პრივილეგირებული, ნუ ეს ხო წარმოუდგენელია. იმას ჩემი განლაგებული ეს არასდროს არ მოხდება. ეს ნახეთ ქალბატონ მაგა, ეს შეიძლება მოხდეს თუ აჯობა მას განათლებით და თავისი შესაძლებლობით, მაგრამ აქ ჩვენთან ხელოვნურად ხდება ეს. ეს არის პრობლემა თუ არა? იქ რო შემოდიოდეს მართლა განათლებული და შესაბამისად ის რაღაცით კი თუ არა თბილისში არაერთი სხვა ეროვნების ადამიანი ყოფილა, რომელმაც საქართველოს პირიქით სახელი გაუთქვა და გაიტანეს ჩვენი ქვეყნის წარმატებები ყველგან და ასეთ ადამიანებს მივესალმებით, მაგრამ როდესაც ყველანაირად დაბალი დონის საზოგადოება ჩამოყავთ აქ და შესაბამისად იმის მონა უნდა იყოს ქართველი კაცი, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი ყველანაირად და ამიტომ ალბათ იმას პრეტენზია ექნებათ რომ მეჩეთები ააშენონ ყველა კუთხეში. დაწყებულია კიდევაც ეს პროცესები, დაწყებულია თუნდაც აჭარაში რა მდგომარეობა არის, სხვა რეგიონებში რა მდგომარეობა არის, საგანგაშო მდგომარეობა არის რა რეალურად და თან ყველაზე საინტერესო ის არის რომ ზუსტად იმ მონასტრებთან მოწონთ ეს მიწის ნაკვეთების ყიდვა და იქ უნდათ დასახლებების გაკეთება, რომ რა ვიცი ეს მოკლედ ძალიან ესეთი გადაცემა რა თქმა უნდა ძიმე ზეცაკითხებს შევეხეთ, სამწუხაროდ დრო ამოიწურა ჩვენი. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის ჩემს გადაცემაში და ესეთი გადაცემის ფორმატისთვის და ესეთი თემებისთვის, რაც ჩვენ დღეს გავაშუქეთ, მაგრამ ერთი წამით მინდა ჩვენს მაყურებელს მივმართო, როგორც ყოველთვის.
უკეთესი მომავლის იმედით, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ალბათ თქვენც დამეთანხმებით, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა, ეს სპეციალურად შექმნილია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. ხელოვნურად და ამაში ნამდვილად უდაოდ შევთანხმდეთ, უბრალოდ ჩვენი როგორც საზოგადოების ჩართულობა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან თუ ადამიანები ჩვენ ერთად დავდგებით და აი ამ პრობლემის წინააღმდეგ წავალთ, ჩვენ თვითონ გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოკავშირეებს. არ შეიძლება გიყოთ ჩუმად, როდესაც ქვეყანას ჭირდება ჩვენი ხმა. მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძალიან სავალალო შევიკრიბებულად. დიდი მადლობა გადაცემაში მოპატიჟებისთვის და მე დავძენ რომ ხელისუფალი არის ქართველი ხალხი და ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს ეს და შეიგნოს რომ ხელისუფალი თვითონ არის და ქვეყანას უნდა პატრონობა და ქართველმა ხალხმა უნდა უპატრონოს ამ ჩვენ საქართველოს და გამოსავალი ეს არის მხოლოდ რომ ქართველმა შეიგნოს ის რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ პატრონი და სხვას არ უნდა ელოდებოდეს ვიღაცა მოვა და გვიშველისო. აი ეს არის მთავარი. სხვათაშორის ამორჩეველი არის დამკვეთი, რომელიც ირჩევს ხელისუფლებას, იმიტომ რომ აძლევს დაკვეთას, რომ ეს უნდა გააკეთო. შექმნას ქვეყნის სიმდიდრე, დოვლათი, ბარაკა, ესე რომ ვთქვათ, იზრუნოს მოსახლეობაზე, იმიტომ ხდება ეს არჩევნები და იმიტომ ვირჩევთ იმ რაოდენობას ადამიანებსაც, რაც საკმარისია ქვეყნის სამართავად. მე არ მინდა რომ დავამთავროთ ნეგატიურად, მე აუცილებლად პოზიტიურად მინდა დამთავრდეს გადაცემა და იმედია რომ ეს პრობლემები, რაზედაც საუბრობთ, ხვალზე მოგვარდება და ჩვენ შემდეგ თაობას ამაზე სასაუბრო არ ექნება. ყველაფერს დრო სჭირდება, გაფუჭება ადვილია საქმის, მაგრამ შემდეგ გამოსწორება ცოტა რთულია. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ. ერიც და ბერიც, როგორც სიტყვიან და ამ პრობლემების გადაჭრაზე ერთად უნდა ვიბრძოლოთ. და შემდგომ გადაცემებში ვისაუბრებთ ამ პრობლემების გადაჭრის მეთოდებზე და საინტერესო გელოდებით კიდევ კლავ მადლობა ძალიან დიდია თქვენთვის, ჩვენი ტელევიზიისა და რა თქმა უნდა ჩემი გადაცემის კაცს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ გვიყურებთ და საუკეთესო მომავლის იმედით გემშვიდობებით. დროებით, კარგად. დროებით. ნახვამდის.